რომ იმის გარდა რაც თქვენ იცით, მეც არ ვიცი არაფერი. მე არაფერი არ ვიცი გარდა იმისა, რომ შეტანილია განცხადებები და შეფასება ამ განცხადებების თაობაზე არის შემდეგი, რომ მათ ჰქონდათ ამის უფლება. გორის მერმა ამ დრომდე არ იცის თუ რატომ ითხოვენ საკრებულოს დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან მისთვის უახლოეს საკრებულოს ხდომაზე უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას. ეს პროცესი როგორ უნდა შევაფასო, ეს არის მათი უფლება. ამას განსაზღვრავს კანონი, კოდექსი და კონსტიტუცია. დანარჩენზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მეტი ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი. ამაზე კომენტარი შემდეგში. არა, ეხლა კომენტარს არ გავაკეთებ. შემდეგში გავაკეთებ. არა, გავაკეთებ იმ დროს საფუძვე გაგაცნობთ ამ შემდეგში. დეპუტატები, რომლებიც ჯირკველიშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას უახლოეს საკრებულოს ხდომაზე ითხოვდნენ, დღეს მედიასთან სიტყვა ძუნწები აღმოჩნდნენ. საკრებულოს 8 წევრიდან საკუთარი გადაწყვეტილების განმარტვა არც ერთმა მათგანმა არ ისურვა. მათ საკრებულოს კანცელარიაში განცხადება გუშინ შეიტანეს. დეპუტატები მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის ზაზა მეზრუშვილის გადაყენებას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ დაიწყო ძალიან კარგი დემოკრატიული პროცესები და ვფიქრობ, რომ ხელისუფლება და მოსახლეობა შვიდად წყნარად უნდა დაელოდოს მოვლენების განვითარებას. დეპუტატების მოთხოვნასთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთება არ ისურვეს საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ. კობერიძე და ზურაბიშვილი დღეს მცირე კომენტარებით შემოიფარგნენ. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, განცხადებები შემოსულია და არის რეგისტრირებული, ეს არავისთვის სიახლე არ არის. გუშინ საღამოს დარეგისტრირდა განცხადებები. კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ეს განცხადებების განხილვა მოხდება საკრებულოს ხდომას. თავს ვიკავებ კომენტარისაგან, მე რაც შემეძლო მეთქვა, ამ წუთას გითხარით, განცხადებები გუშინ შემოვიდა და არ ვიცი, ნახოთ საკრებულო რასაც გადაწყვეტს. კულუარულად რა ვრცელდება, ვერ გეტყვით, თუმცა რაც შეეხება იმას, რომ დადგა ეს დღის წესრიგი, მე ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია, იმიტომ რომ თვითმმართველობის ისტორიაში პრაქტიკულად ესეთი რამე არ მოხდა და პირველად დადგა ეს საკითხი. თუ მე არ შევთავაზებენ ისეთ კანდიდატურას, რომელიც ახლანდელ მერს რამეთი მაინც აჯობებს, მე ვერ დაუჭერ ხარს იმპიჩმენტს. ვერც მერისას, ვერც საკრებულოს თავმჯდომარის, ვერც მოადგილის. თქვენ იმპიჩმენტს აკეთებთ? კი ბატონო, ეგ უკვე ამათი საქმეა. ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. იმპიჩმენტის საქმე შეიძლება დადგეს ყველასი აბსოლუტურად და რა გასაკვირია, ჩემის დადგეს. საკრებულოს დღევანდელ ბიუროს ხდომაზე თავმჯდომარემ იმპიჩმენტის საკითხები დღის წესრიგში არ შეიტანა. აღნიშნული კი იმით ახსნა, რომ შეტანილ საიმპიჩმენტო საკითხებს სხვადასხვა იურიდიული პროცედურები აქვს გასავლელი. კანონის მიხედვით საკრებულოს 15 კაციანი შემადგენლობიდან მერისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 10 ხმა საჭირო, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის გადასაყენებლად ოპოზიციას 8 ხმა ყოფნის.